ახლა კი მოგიყვებით მწერალზე და მის რომანზე, რომელშიც მოვლენები მე-13 საუკუნეში ვითარდება. ტიბეტური საგანძური ასე ქვია წიგნს, რომელიც 491 გვერდიანი სათავგადასავლო რომანია. მწერალი ბრიტანეთიდან ინდოეთის გავლით ტიბეტის შუაგულამდე მოგზაურობას აღწერს, რომელიც განსაცდელებით არის სავსე. ეს არ არის ჩვეულებრივი რომანი, ის განსაკუთრებულია, რადგან ავტორი 14 წლის ბიჭია. თელაველ ერეკლე ბეჟუაშვილს ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი გაგაცნობთ. ძალიან ჩათრეული ბავშვი ვიყავი ინტერნეტში თავის დროზე. მაგრამ დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ უკვე ზედმეტი იყო, იმით ვიძინებდი, იმით ვჭამდი, სულთან მახლდა. ამიტომ დაკეცა ეს კომპიუტერი იოლად და შედო იმ თაროზე, რომელსაც ვერ ავწვდებოდი. სამაგეროდ უწვდებოდი წიგნების თაროს და იმ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგ დაიწყო წიგნების სიყვარული და იმიჯის გამომგზავრებაც, რომელმაც 8 წლის ასაკში ლექსი დააწერინა. 14 წლის ერეკლე ბეჟუაშვილი არაფრით იქნებოდა თანატოლებისგან განსხვავებული, რომ არა მის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული 418 გვერდიანი სათავგადასავლო წიგნი ტიბეტური საგანძური, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთი მოცულობის წიგნის ავტორი 12-13 წლის ბავშვია. წერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალ დროს ნახავდა. ოჯახის წევრების გარემოცვაში. არასდროს განმარტოვებულა და არც საგანგებო გარემოს შექმნა მოუთხოვია. კითხვისას ირჩევდა საბუნებისმეტყველო და ფანტასტიკური ჟანრის წიგნებს. მიღებული ცოდნა დაეხმარა შეექმნა საკუთარი წარმოსახვითი სამყარო და შემოქმედებაში გადმოსცა. ჩემ ბიბლიოთეკას რო გადახედოთ, იქ უმეტესწილად არის დოკუმენტური წიგნები. ლიტერატურა ახლა მხატვრული ლიტერატურაც მიყვარს რასაკვირველია, მაგრამ შედარებით ნაკლებად. და ამ დოკუმენტურ წიგნებში თავმოყრილია დიდი ცოდნა. და იქიდან სწორედ რაც მე მახსოვდა, სწორედ ის ჩამოუწერე აქ. როგორც კი მომდიოდა აზრი, ხშირად ყოფილა, რომ დაწოლილია უმდგარ ვარ, რაღაცა ჩამიწერია, ან ყდაზე მიმიწერია, მე ისევ დავბრუნებულ ვარ საძინებელს. რომანში მოქმედება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ხორციელდება და წარმოადგენს ერთგვარ ოდისეას ბრიტანეთიდან ინდოეთის გავლით, ტიბეტის შუაგულამდე და უკან, განსაცდელებით მოგზაურობას. ახალგაზრდა მწერალმა სათავგადასავლო რომანი საყვარელ მწერლებს მიუძღვნა. აი აქ მაქვს წარმოდგენილი ჩემი საყვარელი ავტორების წიგნები. პირველი არის ჟიულ ვერნი, მეორე არის ტოლკინი, ვისაც ეძღვნება ეს ჩემი წიგნი და მესამე არის რუსთველი. ხო, რუსთველმა დიდი გავლენა მოახდინა. სხვათა შორის ტიბეტის პირველად ისტორიაში რუსთველმა ახსენა ხატაეთის სახით. საქართველოს ისტორიაში. და აქედან გამომდინარე ინტერესი აქედანაც გამიჩნდა, რომ იმ დროში ასე დაწვრილებითი ცოდნა ჰქონდა ტიბეტზე რუსთველს. ეს არის საოცრება, ეს არის განსაკუთრებულობა 14 წლის ასაკში ბავშვმა ეს გააკეთო. მისი აი ეს შემოქმედება დაფუძნებული რუსთაველის ფესვებზე, მის სიბრძნეებზე და ილიას გზახსნისას მიუყვება. ერეკლის ხელნაწერი განსხვავებულია, მისი ტიბეტური საგანძურის ორიგინალი უწვრილესი ასოებითაა დაწერილი. ნორჩი მწერლის შემოქმედებას იცნობენ მწერალთა კავშირში და სხვადასხვა გამოცემები, თუმცა პირველი შემფასებელი ტრადიციულად ოჯახის წევრები არიან. არასოდეს ოფიციალურად არ აიღებდა რვეულს და ესე არ წერდა, არც ეხლა. შეიძლება ხელსაწმენს მოახიოს უცებ ნაპირი და იქ დაწეროს. ან ვინმე რომ ეტყოდა, აბა ერთი ლექსი მეც დამიწერე, გავიდო და და უცებ 3 სტროფიან 4 სტროფიან ლექს დაუწერდა. საიდან მოგდის ვეუბნებოდი ეს აზრები, რა შთაგაგონებს, რატომ დაწერე, ან ამაზე რატო დაწერე, რაღაცაზე რო წერდა რამე თემაზე. და ამ დროს მეუბნებოდა, რომ დედიკო, ჩემი არის მხოლოდ ხელები და კალამი. ეს მოდის თავისით. ის რაც თავისით მოდის, ხვდით ბოწებული ნიჭია. ერეკლე, რომელიც ჯერ მხოლოდ მე-9 კლასშია, მიზანდასახული ახალგაზრდაა. ჯერ არ გადაუწყვეტია მომავალში რა პროფესიას აირჩევს, მაგრამ ის სუსტად იცის, რომ უყვარს მუსიკა, მეცნიერება, მეგობრები და მშობლიური სოფელი წინანდალი. ძალიან მადლიერი ვარ უფლისა იმის გამო, რომ წინანდალში გავჩნდი. აქ ავიდგი ფეხი და აქ ამოვიდგი ენა. ამ ადგილის ბუნება დაჰყვება ხოლმე ადამიანს საერთოდ, სადაც იბადება. და ეს გარკვეულწილად ასახულია ჩემს შემოქმედებაზეც, ძალიან მოკრძალებულ შემოქმედებაზეც. ერთი ლექსი მაქვს ესეთი, წინა წელს რო დაზამთრდა, ესეთი რამ დავწერე, რომ თოვლით დაფარული ჩემი წინანდალი.
უფრო ჯადოსნური და მომხიბვლელია. ის კი არ მაოცებს თვალწარმტაცი რომ ხარ, არასდროს იცვლები, ეს გამკვირვებია. გამორჩეულად ნიჭიერი და შრომის მოყვარე ნორჩი შემოქმედის ლექსების კრებულსაც მალე მკითხველიც გაეცნობა.